ახლა კი ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩემს აზრით ის უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ერთსქესიანი ქორწინებების აჩრდილის ბრიყული შიში. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ არსად არ მოუთხოვია და არ ითხოვენ კონკრეტულად ასეთი კანონის მიღებას. ჩნდება ეჭვი, რომ ხელოვნურად ამ საკითხით წამოწეული პოლემიკა ერთს ისახავს მიზნად. ევროპა მწვალებლად დაიხატოს და ჩაენერგოს მისი მიუღებლობის იდეა. თუ ვისაწყობს ეს ზემოთ ნაჩვენები რეპორტაჟები, ამის ნათელი მაგალითია და არ მგონია დამარცხლა ჭირდებოდეს ვიღაც. ჩემი აზრით, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ესა ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების ეფექტური დაცვა, იმ სტანდარტებით ცხოვრება, რომლებიც ასე მოგწონს ევროპული ქვეყნების კავშირში. ევროპისა, რომლის ცივილიზაციის დასაბამებთან საქართველოს იდგა და მისთვის ბუნებრივი გარემო ეს ძალითა და დიდი სისხლით ამოგლიჯეს იქიდან, ახლა კი ჩვენ გაჭირვებით, მაგრამ საკუთარ სახლში ვბრუნდებით. თავად ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში კი ისეთი ცვლილებები შევიდა, რომ არასამთავრობო და ნაწილი მას უკვე არაეფექტურად მიიჩნევს. 109 ხმით არც ერთის წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიიღეს კანონპროექტი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. კანონპროექტი არ ქმნის ახალ უფლებებს. ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, ქონობრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის, რწმენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის კენჭისყრას წინხმაურიანი საკომიტეტო მოსმენები უძღოდა. სად შეიძლება იმ ადამიანმა იმუშაოს? კითხვის ადრესატი ჯონდი ბაღათურიაა. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პროექტში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირთა უფლებების შეზღუდვას ითხოვს. არც ეს შემთხვევაში არ შეიძლება იმუშაოს იქ სადაც ბავშვების აღზრდა მიმდინარეობს. არც ეს შემთხვევაში არ შეიძლება იმუშაოს სარჟევალსულების სისტემაში. ბაღათურიას მსგავსად ფიქრობს მართლმადიდებელი მრევლის აქტიური წევრიც, რომელიც თვლის, რომ მრავალი თანამოაზრის პოზიციას ახმოვანებს. ეს ყოველთ მიუღებელია. ყოველთ ვერ წარმომიდგენია, მაგალითად, თუ განათლების სისტემაში ქართულის მასწავლებლად ექვსის ყავსა როგორ უნდა აუხსნას მამათმამო. როგორ უნდა ახსნას, ვერ წარმომიდგენია. ან ნებისმიერ კიდე სხვა რამე, ძალიან მიუღებელია. რატო ვერ წარმომიდგენია? როგორ უნდა ხა დაუშვათ ხა როგორ უნდა ვაჟაფშაველს მაგალითად რა ვიყოთ საამოალი საცხელად დიაცუბეს საერთოდ ის რა სიტყვის ახლა მამათმამავლისთვის არ არის მე მგონი საამო საცხელი დიაცუბა ხო აქ ხო პირად განცდებზე არ არის კი ბატონო გასაგებია მაგრამ აი ბავშვისთვის რა უნდა აუხსნას სიყვარული საწინააღმდეგო სქესის მიმართ თუ თავისი სქესის მიმართ აქ ამ ქვეყანაში დაიბადა ვაჟა-ფშაველა ყველაზე თავისუფალი ადამიანი თავისუფალი აზროვნებაში. მან გვითხრა, რომ ადამიანისთვის ღირსებაა მთავარი. და როდესაც შენს გვერდით სხვა ადამიანს ღირსებას ულახავენ, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მტერი რომ იყოს შენი მისი ღირსების შელახვა, შენი ღირსების შელახვა. ანტიდისკრიმინაციული კანონის აუცილებლობა ყველაზე საინტერესოდ პარლამენტში ნინო გოგუაძემ ახსნა. უმრავლესობის წევრმა თავისუფალი დემოკრატებიდან, რომლის გამოსვლასაც პოლიტიკური ოპონენტებიც კი ტაშით შეხვდნენ. ყოველი ჩვენგანის და ნებისმიერი უმრავლესობის უფლებები დამყარებულია უმცირესობების უფლებებზე. დიახ, დამყარებულია უმცირესობის უფლებებზე. და თუ ამ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა უმცირესობების უფლებების დარღვევა, ამით დაიწყება ყოველი ჩვენგანის უფლებების დარღვევა. სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება ქართული ტრადიციების საუკეთესო ნაწილი. სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება ქართული კულტურა და ამიტომაც არის იგი ევროპული. ჩვენ ვიბრძოდეთ და გავიმარჯვეთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ადამიანი საქართველოში და გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. მადლობა. ანტიდისკრიმინაციულ კანონთან მიმართებაში ქართული ოცნება ბოლომდე ერთიანი არ არის. სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, რომელიც ნინო გოგუაძის მსგავსად თავისუფალი დემოკრატების წევრია, ამბობს, რომ თუ სინოდი იტყვის, ის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. მე ახლა დეპუტატობას მართლმადიდებლობა მირჩევნია. თუ სინოდი იტყვის არ დაუჭიროთ მხარიო, მე მრევლი ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონფლიქტში შევიდე. არ დაუჭერ. მე რა ძალამადგია. გიჟი ვარ მართლმადიდებლურ ეკლესიას დაუპირისპირდე?
ეხლა ზალა უკეს ყველაფერი გავრჩებულია. რელიგიური, რასობრივი თუ სქესობრივი დისკრიმინაციის მაგალითები რუსთავი 2-ის არქივშიც მრავლად მიპოვეთ. ანტიდისკრიმინაციულ კანონ პროექტზე მსჯელობისას ძირითადად სექსუალურ უმცირესობებს გამოყოფენ. იხსენებენ 17 მაისის მოვლენებს. მამა იოთამი გასულ კვირას სასამართლოში ჩავწერეთ, რომელიც მის მიერ ტაბურეტკით დაშინებული ახალგაზრდის გამოსწორებას ამჯერად ძველი აღთქმით ცდილობდა. ანტიდისკრიმინაციული კანონ პროექტი ჯერ არ წაუკითხავს, მაგრამ თავისი მოსაზრება უკვე აქვს. კანონს არ ვიცნობ და ძალიან უარყოფითად უყურებს ამას ხალხი და მე არ ვიცი ეს მთავრობა ვისი მთავრობა არის მასში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის. ეს მთავრობაც ეთყობა ჩვენთვის მიუღებელია და ესენი საერთიანის მთავრობას უნდა გაყოს უკან. მოხდეს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება. რომლის მიხედვითაც ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა სწორედ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრისას გამოთქვა. საზოგადოების დიდ ნაწილში კი გაჩნდა მოსაზრება, რომ პრემიერის იდეაც დისკრიმინაციულია, რადგან უმამოდ ან უდედოდ დარჩენილ ოჯახებსაც აქვთ უფლება კანონმა ოჯახი უწოდოს. ნინო ჩვენი გმირის პირობითი სახელია. ის და მისი მეგობარი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ პირსინგები აქვთ. მათ სარჩელს გამოძიება სწავლობს, მაგრამ გოგონას და მის მეგობარს არასდროს დაავიწყებათ ის რამდენიმე საათი, რომელიც ერთ-ერთი სუპერმარკეტის სარდაფში გაატარეს. ჩამოვიდნენ პოლიციელები, რომელმაც გვითხრენ, რომ მარტო ვერ მოახერხებდნენ ჩვენ გაყვანას და ჩვენ ვთხოვეთ, რომ მოეყვანათ რაც შეიძლებოდა მეტი პოლიციელი, მაგრამ მაინც არ იყო საკმარისი, იმიტომ რომ აქ უკვე ძალიან ბევრი ხალხი იყო შეგროვებული. და რამოდენიმე საათის შემდეგ ჩემ მეგობარს გადააცეს პოლიციელის ფორმა, მე პოპულის ფორმა, რათა ხალხში ჩაეცხროთ ეს აგრესია და დაერწმუნებინათ ხალხი, რომ ჩვენ უკვე დიდი ხნის გასულები ვიყავით პოპულიდან. ერთადერთი მიზეზი იყო ის, იმ შემთხვევაში, რომ ჩემს მეგობარს ეკეთა პირსინგი და მეც რაღაც რამოდენიმე საყურა. ამის გამო ხალხმა გაგვიმეტა ფაქტიურად სასიკვდილოდ. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. კანონის მიღების შემდეგ თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველს დაეკისრება. დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება ეძლევა სასამართლოში მოითხოვოს კომპენსაცია. არსებული კანონ პროექტის თავდაპირველი ვერსია უფრო ქმედითი იყო. ის ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევისთვის ფინანსურ ჯარიმებს ითვალისწინებდა. თავადის შენიშვნა, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ რეპრესიული მექანიზმი არის ამოღებული კანონ პროექტიდან. საუბარი არის დაჯარიმებაზე, ადმინისტრაციული ჯარიმების გამოწერაზე, რომელიც კანონ პროექტის პირველ ვერსიაში იყო გათვალისწინებული, თუმცა მეორე ვერსიაში ეს მომენტი უკვე არის ამოვართმული. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ თავდაპირველ ვერსიაში არსებული საჯარიმო სანქციები მთავრობაში შესვლის შემდეგ მოულოდნელად გაქრა. 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია პროექტის ბუტაფორიად გადაქცევას აპროტესტებს. საბოლოო გადაწყვეტილება დაჯარიმებასთან დაკავშირებით მიიღოს სასამართლომ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონი იქნება უბრალოდ თავის მოტყუება, უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში ევროკავშირის მოტყუებაც, რომ სახელმწიფო ქმნის ეფექტურ მექანიზმს დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და რეალურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ კანონ პროექტში არ მოხდება, თუ კი არ იქნება დაჯარიმების მექანიზმი. საქართველოს მთავრობამ ჩათვალა, რომ ამის აღსრულების მექანიზმი იქნებოდა ცოტა რთულად შესამუშავებელი, ამიტომ ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ამოღებული იქნეს ის იმ ფორმით დაჯარიმება, როგორც არსებობდა. თუმცა ამ ეტაპზე წარმოდგენილია სახალხო დამცველის რეკომენდაციები კანონ პროექტთან დაკავშირებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კონკორდატის შეთანხმების უპირატესობაა. ამ კანონ პროექტში მითითებული არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ის ეწინააღმდეგებოდეს იმ კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელიც არსებობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის. აქედან გამომდინარე, არის რისკი, რომ ეს კანონ პროექტი დისკრიმინაციასთან ბრძოლის ნაცვლად იქცეს დისკრიმინაციის წამახალისებელ კანონად, იმიტომ რომ რომელი ხელისუფლება როგორ მოახდენს მის ინტერპრეტაციას, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ საერთაშორისო ნორმები გაცილებით მაღლა დგას, ამის გამორიცხვა არ შეიძლება და უმჯობესია არ ტოვებდეს რომელიმე მუხლი ორმაგი წაკითხვის საფუძველს. და როგორც კი დედამიწის ზურგზე გასტა ორი ადამიანი, დისკრიმინაცია ყოველთვის არსებობდა.
ეროვნული და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ხშირად თვლიან, რომ მათ მიმართ დისკრიმინაცია უფრო მეტია. ასე თვლის ზაურ ხალილოვიც, რომელიც რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტებზეც გვიყვება. ქართულ მუსლიმებსაც კი ეუბნებიან ამას, რომ თქო დაუბრუნდი წინაპრების რელიგიას და ასე შემდეგ. როდესაც იდეაში, კანონითაც და ზოგადად, შეთანხმება არსებობს ორ კონფესიას შორის, რომ გადაბირების მომენტები არ უნდა ხდებოდეს. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების აუცილებლობაზე რელიგიური უმცირესობის უმცირესობაში მოხვედრილი ეპისკოპოსი ქალბატონი საუბრობს. საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდოთი თვით ამერიკის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ დააჯილდოვა. ეპისკოპოსი რუსუდანი ამბობს, რომ ეს კანონი მოქალაქეთა განათლების ამაღლებასაც შეუწყობს ხელს. უმცირესობის ბარში მყოფი ადამიანების უფლებები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და ამიტომ არის ყველა დონეზე უმცირესობის უფლებებზე გამახვილებული ყურადღება და ამის კანონის დონეზე დაფიქსირება შეიძლება გახდეს მაგალითად ისეთი უცნაური მოვლენის საფუძველი, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი გახდეს დისკრიმინაციის წყარო. საზოგადოების პროგრესული ნაწილი თვლის, რომ ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონი ეფექტური უნდა იყოს, რადგან საქართველოში დისკრიმინაცია საგრძნობი პრობლემაა. კანონის დახვეწისვა და პარლამენტს მეორე და მესამე მოსმენამდე აქვს. მისი მიღება კი ევროკავშირთან მიმოსვლის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც ევროპაზე მეტად საქართველოს სჭირდება.